და ჩემი მომხმარებელი ძმაკაცი არ ვარ და ბიჭო არა დაავადება რა ეს და ხო დაავადება. Всё, იმის იქით ვერ მივდიოდი, რომ მე ვერ შევწყვი რა ვერაფერს. დაიფიცებ შვილს, მეორე დღეს წახვალ მოიხმარ. ცოლს შეპირდები, წახვალ მოიხმარ. მეგობარს შეპირდები, წახვალ მოიხმარ. ღმერთთან მიხვალ მოიხმარ. ანუ ვერაფერი ვერ გაჩერებს რა, იმიტომ რომ არ იცი რა გჭირს. დამოკიდებულ ადამიანს რო შველოდეს აკძავლა, ანუ რეალურად აღარ გვექნებოდა ეს პრობლემა. პირველი მოხმარება ჩემთვის იყო, რომ იმ ეფექტმა რო გადაიარა, ისეთი დანაშაული გზნობაში რომ მივიდა, ისეთი დანაშაული გზნობაში რომ მივიდა, რომ ეს რა გააკეთე და რატო გააკეთე. ანუ იმ ემოციებმა რაც მიმიყვანა რეალურად მოხმარებასთან, ანუ რაღაცა სიცარიელე მტკივილმა, ხო? პირველივე მოხმარებაზე რო გადაიარა იმ თრობის ეფექტმა, ესე ვთქვათ, რაღაცა кайფმა, ანუ დამეწყო ეგ, რომ ჩემ თავთან როგორც კი დავჭი მარტო, აი მაგრამ ახსოვს ესე ვიწექი და აი მე და დედაჩემის და მამაჩემის სახეები და ნუ აი რა გააკეთე. პროსტემ და ჩემ ოჯახში ძალიან სენსიტიური თემა იყო ნარკოტიკი. ძალიან დიდი დანიშნულება გამოიწვია რა, მაგრამ ამავე დროს იყო პირველ მოხმარებაზე, რომ აი მთელი ცხოვრება რასაც ვეძებდი ის ვიპოვე რა, რაღაც იმდენი შემოვსო რაღაც მომენტში. და დამიბრუნა ეს გამბედაობა, ეს მიმაღებინა ჩემი თავი, მიმაღებინა სამყარო, მიმაღებინა ყველაფერი ის, რასაც ვერ ვიღებდი. თურმე რა, ანუ ეს ყველაფერი ხო ქეც რომ ბერის დონეზე ხდება, რომ სახელს ხო ვერ არქმევ ხა 12 წლის ბავშვი სიტყვაზე პირველად რომ მოიხმაროს, ჩემ შემთხვევაში ალკოჰოლს ხო, შეგო სახელს ვერ არქმევ, რატო მიდიხარ მოსახმარად. ისიც არ დაიჯეროთ რომ ვიღაცა მიდის გასართობად. მე დამოკიდებულებზე ვსვაუბრობ, ხა ნორმატიულ ადამიანს ვისაც შეუულია მაგაზე არა. დამოკიდებული ადამიანი არ მიდის მოსახმარად იმისთვის რომ რაღაცა უი გაერთოს ან რაღაცა. პრობლემა რო არის, მაგიტომ მიდიხარ მოხმარებაში. რატო არ მიდის მაშინ ყველა თქვენ რატო არ მიდიხართ? ანუ ყველა ადამიანი რატო არ მიდის თუ ესეთი კარგია, თუ ესეთი გასართობია, ყველა მაშინ მივა და მოიხმარს, ხო? ანუ ესე იგი ადამიანს აქვს შინაგანი პრობლემა, რომელსაც სახეს ვერ არქმევ. ამაში ხო დრო დამჭირდა მე რომ დამირქმა რომ მე თურმე სირცხვილის ზნობა დამყვება, დანაშაულის ზნობა დამყვება, წყენები, ბრაზები გაღიზიანება, რომ ყველა ჩემთან ვალშია, მეკუთნის. დღეს ჩემთვის, აი დღეს არის დამოკიდებულება დატრაუმული, შეშინებული, უსიყვარულო ბავშვი, რომელსაც რაღაცა ცხოვრების ეტაპებზე რაღაცეებმა იმოქმედა, მოახდინა გავლენა, რომ შემდეგ აი ეს შეშინებული, უსიყვარულო, დატრაუმული ბავშვი გახდა მონსტრი. რეალურად ის ბავშვი იყო ისევ შინაგანად რა, მაგრამ ნუ მონსტრი იყო და იწვევდა ქაოსს, იწვევდა დამანგრევალ ქცევებს და მივიდა იქ სადაც მივიდა. მაგრამ აი ეტაპებად თუ შევხედოთ როგორ იყო რა ჩემ მანქანაში თვითონ დამოკიდებულება. პირველი ეტაპი არის სასიამოვნო, მეგობარი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდი. აი ცა გაიხსნა და ღმერთმა მაკოცა განცდა რა პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპი არის რომ რაღაცნაირად პატარა ტყუილები შემოდის უკვე. პატარა ტყუილები ისეთი ოღონდ აი ყველაზე რთული რა არის დამოკიდებულებაში რომ სადაც აუნა იყო და რა პრობლემის წინაშე აუნა იდგე ოღონდ არ აღიარო რომ ეს ამის ბრალია რა შუაშია ნარკოტიკი ფიქრობ რა ანუ სახელმწიფოს ბრალია დედაჩემის ბრალია ჩემი ცოლის ბრალია მეგობრების ბრალია სამყაროს ყველას და ყველაფრის ღმერთის ბრალია ოღონდ ჩემი და ნარკოტიკის ბრალია არ არის არც ერთ ვარიანტში ან სასმლის თუ თამაში თუ რაც გინდა იყოს და აი მესამე ეტაპზე რომ გადავიდეთ მესამე ეტაპი არის უკვე რომ პრიორიტეტი ხდება მოხმარება უკვე სამსახურში შეიძლება არ წახვიდე მეგობარი მოატყუო სახელად ნივთი აიღო ანუ ყველანაირად რაღაცა გადააბიჯო ესე ვთქვათ რა შენ თავს შენ პრინციპს და მორალს რომ მოიხმარო სუბუქს ასაც ეძახიან და არ არის სუბუქი ნარკოტიკი და ალკოჰოლიც რაღაცა ერთ პერიოდში მოხდა უცებ აგარაგზე ვიყავი, პატარა ვიყავი, იქ სულ მქონდა ურთიერთობა თან ჩემზე დიდ ადამიანებთან, ასაკით რა, ანუ რაღაცა ჩემ ხელებთან ვერ ვაიგივებდი, კიდე აზროვნებით, კიდე რაღაცა მოთხოვნილებებით, კიდე შეხედულებებით და სულ ვცდილობდი რომ დიდებთან მქონოდა ურთიერთობა და ესეც ახლა რომ 12 წლის ბავშვი რომ დადიხარ 25-26 წლის ბიჭებთან ერთად შესაბამისად იწვევს ხო რაღაცა სხვა უკვე
მოთხოვნილებებს რა და პირველი იყო რომ მან აგარაგზე ვიყავი და ჩემ წინ სუფრა ქონდა მეზობლებს და იქ დავთვერი და რაღაცნაირად ეს ცრემლები და ისეთი განცდა მქონდა რა ბედნიერების და მალევე ერთ-ორ დღეში მოვიხმარე მე მსუბუქი ნარკოტიკი რასაც ეძახიან რა და ესე ვთქვა დაიწყო ჩემ ცხოვრებაში ამ მოხმარების ეტაპი. მაგრამ ამავე დროს ხო ანუ ეს სიტყვაზე არ წაურთმევია ჩემთვის ის კუთხით რომ მაინც ისეთი ასაკი იყო ხო სწავლობდი კიდევაც სკოლაში კიდევაც დავდიოდი მაგრამ შიგადაშიგ პერიოდულად მოვიხმარდი რა რაღაც ასაკამდე. მე ჩემ ცხოვრებაში როგორც ყველა ცხოვრებაში რაღაცა იყო სერიოზული ტრაუმები, გარდამტეხი მომენტები, პრობლემა პოლიციასთან ისეს და უკვე რეალურად აირია რა ესე ვთქვა ჩემი ცხოვრება და გახდა რომანტიზირებული კონკრეტულად კრიმინალი, ქუჩა და რაღაცა სხვა გზებით ვცდილობდი რომ შემევსო კიდე ეს ჩემი სიცარიელი რა როგორც ეს იქნებოდა მძიმე ნარკოტიკი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და დიდხანს გაჩერდა ესე ვთქვა ვითომ არაფერი. აი ღამე დავიძინებდი რომ მორჩა მეთქი რა. აი ხვალ არ არსებობს რომ მოვიხმარო. აი ღმერთო და ვსო და პიცებები და ისინი და დილით წავიდოდი მოვიხმარი და გზაში მახსენდებოდა რომ გუშინ ხო რეები თქვი მეთქი როგორ იპიცებოდი და რა სიტყვებით ითხოვდი და ხმარებას და რა გააკეთე. ეს ხვდებით რაც გიშვებათ ემოციურად, როგორც კაცისთვის თან ხო ხვდებით აი შენი სიტყვა და იძახი და ვერ აკეთებ რა. პრობლემა რეაბილიტაციაში რო წავედი, რო იყო უკვე მძიმე ნარკოტიკი, წამალი რა. ანუ მანდაც დავინახე რომ წამალი კი არა, რეალურად ხიზელი ვაფშე არ ყოფილა. ანუ თუ ის არ იყო მოსაწევი. მოსაწევი თუ არ იყო სასმელი. სასმელი თუ არ იყო თამაში. თამაში თუ არ იყო რაღაცა კლუბური. მე ხვდები, ანუ სულ რაღაცა იყო. ანუ ის რო ტოტალურად მე ხიზელი ყოფილიყავი, არ იყო და ლიჟბი არ ყოფილიყო წამალი. ანუ ეგ განცდა მქონდა. წამალი თუ არ იყო, ესე იგი ვარ ფხიზელი. არაფერს არ ვშვები. იმის მიუხედავად რომ ვარ გათიშული რა. ანუ გათიშული გეტყოდი რომ არა, არაფერს არ ვშვები, ბავშვი ფხიზელი ვარ რა. არა და დალეული რომ აქ სასმელი, მოსაწევი მოწეული, თამაშობ, ტაბლეტებს ვსვავ და არა, მეთქი ვაფშე ფხიზელი არაფერს არ ვშვები და ისეთ ხალხში ხარ და ისეთ სოციუმში ხარ, იმათვისაც ფხიზელი ხარ. ვა, ზალო და როგორ და არა და არა და რეალურად არა ხარ ფხიზელი, ხო? ტოტალურად სიფხიზლე მე არ მქონია არა ბავშვობის მე 10 წლის ღრმა ბავშვობის მე ხო აი ბოლო იყო უკვე რომ რაღაცა მიეწყო ჩემ ცხოვრებაში ბევრი რაღაცა ერთად რა ანუ იქ მეგობარი გარდამეცვალა ახლო მოხმარებით ზედოზირებით არ მომკვდარა მაგრამ ნარკოტიკის ასაღებად იყო მისული და თხრიდა თუ რაღაცა და პოლიციელი და ჭიდაობაში გაუვარდა ამ პოლიციელს და მოკლა თუ არ გაუვარდა და მოკლა ეგ არ ვიცი ზუსტად რა და იქ რაღაცა ახლობელი გარდაიცვალა ჩემი ზედოზირებით ანუ ბევრი რაღაცა მიეწყო იქ უკვე ცოლი რომელიც თუ 10 წელი მეუნებოდა რომ წავალდა არ მიდიოდა ანუ წავალ აღარ უთქვია მაგრამ თვალებზე ეტყობოდა რომ ჩენილი იყო იქ უკვე ბავშვებს უყურებდი რომლებიც რეალურად დავკარგე მათთან კავშირი ემოციური რა არ ვიცნობდი ანუ არ ვიცნობდი და შემეძლო რომ პრიორიტეტი თუ იყო იმ მომენტში მოხმარება და სახლიდან გასვლა დამომეტრიალებინა თელი სახლი, გამომეწვია კონფლიქტი, რომ ეთქვა ბოლოს ჩემს წადი. აი, წადი ვაფშე, რომ გავეშვი და გავსულიყავი. ანუ მან უკვე ამაზე ხო ფიქრობ რაღაც მომენტში, ხო? ანუ მოიხმარდა, ხო, ჯდები შენ თავთან ხო ჩემი, ხო და ხო ანალიზს ვაკეთებ, რომ ვაფშე რაში ხარ რა? ანუ აი, რას ცხოველი ხარ? ანუ რას აკეთებ რა? და მეგობარი ჩემი რომელსაც ძალიან მადლიერი ვარ და დღეს ერთად ვართ ამ სფეროში სარეაბილიტაციო ცენტრები გვაქვს ერთად და მუშაობ და ვსწავლობ და ვეხმარობ ადამიანებს სულის ჩამდგმელი ესე ვთქვათ ჩემი გამოჯამთელებისას და ამ საქმისაც რომ შემხვდა ქუჩაში რომელთანაც ვიყავი ნაჩხუბარი არ მქონდა არანაირი ურთიერთობა შემხვდა ქუჩაში და გაგებული მქონდა რომ გაიარა რეაბილიტაცია ერთ ადგილას 6 თვე თუ რაღაცა ხიზელი იყო და ისა რა ქვია შემხვდა ქუჩაში და დავილაპარაკოთო რა მე და შენო და ნუ აი დავილაპარაკოთო და წავედი და მე ერთ დღესაც დამირეკა გამომიარა და ვილაპარაკე ძალიან ემოციური სენსიტიური საუბარი გქონდა ანუ ის ჩვენი გავიარეთ ესე ვთქვათ მე ჩემი უთხარი მან თავისი მითხრა შევრიგდით დავარქვათ და კაიფო ხო მეკითხება რა უცებ და არა თქო რა ანა და მოხმარებული ვზივარ მანქანა ანუ აი რაღაცნაირად მეთქი კაი რა ანუ აქაც
და მეთქი კი თქო კი кайფო კი არა მეთქი აი ესე ვარ ცხოვრებაში აყოფილო რა აი კორონა ის და აი თქვა და ნუ ამ ყველაფერმა წამო მიგიყვანო რა ამ რეაბილიტაციაშიო და მიმიყვანა რეაბილიტაციაში სადაც გასაუბრებაზე შევხვდი სერგიას რომელიც მყავდა ერთი 8 თვით ადრე ვიდეოში ნანახი და რომელმაც მოახდინა იმ ხელა გავლენა ჩემზე რომ ავდექი და ჩემს უცნობლებრო ნახე მეთქი ტიპი რა მაგრა ლაპარაკობს და შენ რა თქინდა ხო არ кайფობ ჩემწოლეულება არა მეთქი პროსტა რა მაგრა ლაპარაკობს და სადღაც უკვე ეს თესლი დათესა რა სერგიამ რომ მინდოდა გარკვევა ამ ყველაფრის მაგრამ ნუ ხო ხვდებით ახლა ორშაბათიდან არის დამოკიდებული ადამიანის ცხოვრება, ვაფშე ორშაბათზე დგას რა. ანუ სულ გაქვს იმ ჯადოსნური ორშაბათის იმედი, რომ აი ორშაბათს ყველაფერი შეიცვლება და თან ისე ლამაზად გადადიხარ ორშაბათიდან ორშაბათზე, რომ შენ თვითონაც რა, რომ აი ორშაბათი ხომ მოვიდა და კაი აი შემდეგ ორშაბათს რა, ვითომ არაფერი. აი ეს ეხლა ჩემ მეგობარმა წამო რაღაც თვითდახმარების ჯგუფზე მიმიყვანა რა, დამოკიდებული ადამიანებისთვის და იქ რომ მივედით იქ მაინც ჩაერთო ის ჩემი დაავადება, რომ სექტა მეთქი სად მომიყვანა, ეს ჩემზე ცუდად არის, სად დადის მეთქი, ანუ ამას ჯობია იკაიფო და რაღაცა და უბრალოდ რომ დაიწყეს ამ ადამიანებმა საუბარი განცდა მან და ჩემო მივიდა, რომ ამ ჩემო მეგობარმა ვინც მიმიყვანა, მოუყვარა ჩემზე, ჩემი მდგომარეობა და ჩემ გამო საუბრობენ რა, არა და თავის თავზე ლაპარაკობენ, უბრალოდ იმდენად ჩემთვის ახლო არის, წეგანაც გეუბნებოდი, რომ მე 30 წლის ასაკში პირველად მოვახდინე ადამიანთან იდენტიფიკაცია. პირველად, აი მაგდონის რომ აი რა იყო ხო მანამდე რომ მე და ჩემი მომხმარებელი ძმაკაცი მის და არ ვარ და ბიჭო არა დაავადებაა რა ეს და ხო დაავადება. всё, იმის იქით ვერ მივდიოდით. მე ხვდი, იმიტომ რომ არც ეს არ ქონდა გამბედაობა, რომ ჩვენ გულწრფელად გველაპარაკა ჩვენ გზნობებზე, ჩვენ ემოციებზე, ჩვენ ტკივილზე, ხო? ანუ სადღაც მივდიოდით, რომ ბიჭო ცუდ რაღაცას ვაკეთებთ, ხო დაავადებულები ვართ მომენტ, ხო? აბა როგორ და ხო რა, ავათა ვართ და всё, აი თავდებოდა და ამ ჯგუფ თვითდახმარების ჯგუფზე რომ მიმიყვანა ჩემ მეგობარმა და ადამიანები ისე დეტალებზე უსმევდნენ ხას, რომ მე თან წარსულში უკვე ხო ესენი ხო ფიზლები იყვნენ ვიღაცა 9 თვის, ვიღაცა 40 დღის და ჯერ ვაფშე ამ 40 დღემ რო თქვა ადამიანმა 40 დღე ფიზელი ვარო, აქ რაღა გინდა მეთქი რა, რაღაცე დადის და იმან მე 9 თვეო, იმ ვიღაცა 2 წელიო და მეთქი ვაფშე გიჟები არიან რა, ანუ 10 დღე დავჭე მეთქი ფიზელი და всё, მორჩა რა. და აი ამ იდენტობამ და ამ რაღაცა იმან რომ ჩემზე საუბრობდნენ იმდენად ახლოს და რაღაცა ეს სითფო უსაფრთხოება ვიგზენით ჯერ რომ ესმით ჩემ. თვითნებობა არის მთავარი პრობლემა, ხო? ანუ თვითნებობაში დევს ყველაფერი. ჩემი ემპარტაულება, ეგოცენტრიზმი, შიში, უნდობლობა, არამორჩილება, ანუ ყველაფერი, რომ მე ვიცი. მე ვიცი და მე შინია სიახლის და მაინც ისე ვაკეთებ, როგორც ვიცი და მან დამეხმარა ღმერთი რომ ეგ დამეძლია, დამეხმარა ეს ადამიანები ვის დამხვდნენ ჯგუფებზე, აი მართლა თავზე გადამყვნენ პროსტა თან ამაუცებდა იცი რომ რაში მჭირდები მეთქი. მაინც მომდიოდა ეს აზრი რა, იმიტომ რომ რაში მჭირდები მეთქი რა, ანუ ფული გადასახდელი არ იყო. არა აი ეს უანგაროდ ადამიანები პროსტა გვერდში მეტყვნენ რა. აი ყოველდღე მირეკავდნენ რომ მივდიოდი ჯგუფებზე, მაშინაც ხომ მოხმა 5 თვე არის, სულ მოხმარებაში და მივდიოდი, ოღონდ ვაკლებდი და ის არ იყო, რა, кайფობდი, მართლა ყოველდღე ცუდად ვიყავი, ყოველ დღე იქ რომ მივდიოდი, უკვე საღამო იყო, მოქმედების ძალას კარგავდა ეს პრეპარატი და აი ცუდად ვიყავი. დილით მივალ გაღიზიანებული და პარალელურად სახში ვიტყვებოდი, რომ ფიზელი ვარ, არებს აღარ შვები. ცოლთან რა და ხო იცოდა ახლა ჩემოცომა იქ დავდიოდი, იცოდა რომ ჩემი მეგობარის დადიოდა და ამ თვითდახმარების ჯგუფებზე რაღაცა მედლებს გაძლევენ სისუფთავის, რომ რაღაცა გიგროვდება მოვიდა თვე სიტყვაზე გაძლევენ თვის მედალს 2 წელი 3 წელი ესე 10 ხარ 6 თვე და ასე შემდეგ და შენ რატო არ გაძლევები ამ მედლებს იმას ხო აძლევენ და მე მეთქი ამერიკაში შეკვეთილია თქო და რო ჩამოვა თქო და მე დამჭა ტელეფონი და წაიკითხა ისე მოხმარების ეპიზოდი და პირველად 10 წლის განმავლობაში არ მომიტყუებ და უთხარი პირველად რა, ანუ სულ 10 წელი ვატყუებდი. რა, ოღონდ როგორ ვატყუებდი, იცი რომ აი ოღონდ ეგეც როგორი დაავადების გამოვლენებაა, ხო, ეხლა რამხელა შიშია ესე იგი, ხო, ანუ თქვი რა, ამდე ხო ხედავს ადამიანი არ ხარ ფიზელი, ხო? აი ოღონდ ეგ არ მიღიარებინე, ანუ ესე იგი სადღაც ჩემმა თავმა ჩაიბეჭდა რომ შენ თუ ამას აღიარებ ეს წავა და იმდენად მეშინობდა ამის დაკარგვის რომ არა აი მერჩივნა რომ თავზე მე ტრიალა და დაჩამედო ყველა საფლავებში მე პიცა მეკინა მე ჩხუბა ოღონდ არ მეღიარებ ეს მე ჩემ ბავშვობაში რომ მოვიდა დღე
რომ აი ეს ხო იარე ეს 5 თვე ჯგუფებზე უკვე დოზას დავა ყველაფერი უკვე აი მზად ვარ რომ წავიდე ჯერ ნარკოლოგიურში შემდეგ რეაბილიტაციაში და აქაც აი ეთყობა ეს შიში რომ всё რა მორჩა აი დავანგრიეს ახლა უგუნთ არ წავსულიყავ და ამის წინ ურეკავით მამ ნარკოლოგს ვითომ არ ვსურეკავ რომ მეთქი მე აღარ მოვდივარ და მადლობა და რაღაცა და აი მანდაც უცებ ხო იცი ბრუნდები და ეს ცრემლებიანი ყველა ცრემლიანი რო იყო სახში და მეთქი აუდექი და წავედი ნარკოლოგიურში ვიწექი ნარკოლოგიურში მივხვდი რომ ვერ დავჩებოდი ფიზიოლოგიურად იმიტომ რომ ნუ გეგმა მქონდა ნარკოლოგიურიდან გამოვიდოდი ჯგუფები რაღაცა და მივხვდი რომ მე ვერ მომერეოდა იმ მომენტში ის ჯგუფები მაინც საშინელი ხასიათი მაქვს და დაურეკე მაშინაც სერგიას. მოკლედ სერგია არის ჩემი ფარველი ანგელოზი და დაურეკე და თხოვე რომ მეთქი წამიყვანეთ თქო რეაბილიტაციაში თქო. ყველაზე მარტივია იქაც როგორ ამდენად შეიცვალა იცი ეს კაპიტულაცია ხო ანუ მე კაპიტულაციას ვეძახი რომ აი დავნებდი რა რომ აუწიე ხელები რომ მე უძლური ვარ ამ ყველაფერთან ანუ პირველი იყო რომ ლიჟბინემსი არ მოვიხმარო მეორე იყო რომ მოდი ერთი წელი აბა არაფერს არ მოვიხმარ ალკოჰოლის გარდა მესამე იყო რომ მოდი აბა აი წელიწად ნახევარი ვაფშე არაფერს არ მოვიხმარ და წელიწად ნახევრის მერე დავლევ ანუ ნემს არასდროს აღარ გავეკარები მაგრამ ნუ წელიწად ნახევარში ხა სასმელს დავლევ რაღაცა ადმე უცხოეთში რომ მოვხვდები სუბუქ ეგრეთ წოდებულს მაგრამ ყველაზე ვერაქს მოუწევ რაღაცა ეგეთი ჩემ თავთან მქონდა ვაჭრობა რა ეს დათქმები მქონდა მე ხვდი რომ ამას ვიზამ მოდი ამას არ ვიზამ ამას ვიზამ და ამ თამაში და იქაც აი რომ მოვახდინე უკვე რასთან იცი იდენტიფიკაცია მაქსიმალურად დაავადების გამოვლინებას და ნარკოტიკის ალკოჰოლის და თამაშის გარშე აი ეს ყველაფერი არ იყო უკვე დავჭით მე ჩემი აზრები ჩემი ფიქრები ჩემი გრძნობები ჩემი ქცევები ჩემი мотиваციები რა мотивები მქონდა და რა мотиваციები კონკრეტულ საქციელების ჩადენის დროს ანუ აი ეს დეფექტები ხასიათის რა ჩვენ ესე ვეძახით ამ სფეროში მომუშავე ადამიანები რომ აი ეს დეფექტები და დაზიანებული გონება ეს უგუნურება და აი სადირთვებოდა რა და აი ამასთან მოვახდინე იდენტობა და ამასთან რომ მოვახდინე იდენტობა რაღაცნაირად მივედი იქამდე რომ მოდი ცოტა ხანი არაფერს არ ვიზო რა მეთქი რა დავაკვირდები და იქაც აი ღმერთი ხო გეუნები ისე მალე გავხდი კარგად აი ისე მალე რაღაც აი 28 დღე იყო რეაბილიტაციაში 28 დღეს დავდივი და ყვიროდი რომ ღმერთო მადლიერი ვარ ბედნიერი ვარ ღმერთო ეს რაღაც აი ის დამიბრუნდა მიხდი რაც მეგონა რომ ნარკოტიკი მაძლევდა მაგას არადა ხო ეს ყველაფერი ჩვენში ისედაც არის ხო ეს გამბედაობა ძალა კრეატივი გონება პასუხისმგებლობის აღება შრომის მოყოლება ნუ ეს ხო დევს ხო აი ბევრს უთქვია ჩემს ხა იმ ხატვარს მუსიკოსს ვინც მოსულა ჩემთან რეაბილიტაციაში რომ აი აუ მეშინია რომ ვერ დავხატო, მეშინია რომ ვერ ვიმღერო, ვეღარ შევქმნა. მე ხარ და დევს ჩვენში ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი თუ დამიბრუნდა რაღაცნაირად ძალიან კარგად გავხდი რა. მან სტრესი და სიკვდილი არავის არ გამოუვლია, მაგრამ და ჩემს მოსვეულებ რომ წარმოიდგენდით თქო ესე კარგად რო ვიქნებოდი თქო, ნაგლი რა, ეგრევე კარგად რო ესე რო ვიქნებოდი თქო და უცებ მეუნება რომ სიზმარში ოცნებაში ვერ წარმოვიდგენდიო, ესე თუ დაგველაგდებოდა ცხოვრება. ამას მეუნება ერთი თვის ჩამოსული ვარ რეაბილიტაციიდან თუ 2 კვირას. არ არის ეს რაღაცა რომ მოიხმარს არ მოიხმარს ითამაშებს არ ითამაშებს დალევს არ დალევს ანუ სიკვდილი და სიცოცხლეებს. არა მარტო ამ ადამიანის სიკვდილითა, მის გარშემო ოჯახის წევრების სიკვდილი და ასე შემდეგ. ანუ მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება მოკლას ადამიანები. ჩემი ბენეფიციარის 12 წლის შვილმა მომწერა წერილი. დიდი წერილის მადლიერების რომ მადლიერი ვარ ამისი და მადლიერი ვარ ჯეკოსი რომ აზრი ეგიდო რომ მადლობა რომ დედა და მამა დაუბრუნდნენ მის ცხოვრებას და სიყვარულია და სახში აი მეტი მიხდი აი ამაზე მეტი ჩემთვის მიღწევა ან წარმატება მე აღარ მჭირდება არაფერში რა ანუ უკვე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ყველა არ მიცხოვრია რა ესე იგი აგერ მინიმუმ 1-12 წლის ბავშვის ცხოვრება გავალ ამაზეთ რა